ჰეროინი, ფენტალინი, კოკაინი, მეტამფეტამინი, ნიკოტინი, ალკოჰოლი მეხუთე მეექვსე ადგილზე. საქართველოში ალბათ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლი იქნება. ტერმინი, რაც ხშირად გვსმენია და რაც ხშირად ხდება, ეს არის გაპარვა. ეს არის მარიხუანა. ფიზიოლოგიური დამოკიდებულების მოშორება, ესე ვთქვათ, რამდენად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. კითხვა, რომელიც ბევრ მშობელს ანერვიულებს, როგორ უნდა შეამჩნიონ ეს ნიშნები. თანამედროვე, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სინთეთიკური ლაბორატორიული ნარკოტიკები, რაც ძალიან მოხშირდა და მომრავლდა. ჩვენ უფრო მარტივ ენაზე და გასაგებ ენაზე ვეძახით ლომკას. თქვენ ახსენეთ აფთიაქი და ფსიქოტროპულ საშუალებებზეც რო ვისაუბროთ, რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. ნივთიერება, რომელიც საერთოდ ნარკოტიკად არ არის გააზრებული ჩვენ სოციუმში, ეს არის კოფეინი.